ესე იგი პრაქტიკულად ეს არის პორტრეტი, ნატიურმორტი და პეიზაჟი ერთდროულად, ანუ სამივე ჟანრი არის გაერთიანებული. თან რაღაცა სიურეალისტური ფენები აქვს ამას ყველაფერს რა. და რაღაცა ფილოსოფიაც, თუმცა აბსტრაქტული ფილოსოფია არის, კეისრის ბიუსტი არის, რატომღაც ხინკალი არის წინა პლანზე, აბსტრაქტული ესეთ სიურეალისტური ნატიურმორტი და რამოდენიმე ფენა ამ თვითონ პეიზაჟების თითქოს რაღაცა შეადგმულია ერთი მეორეში რა. და ეს გადასვლებია ესე საინტერესო და აი აქ არის თან ისეთი რაღაცა უცნაური გადასვლები, მაგალითად აი გზის ალეგორია არის, რომელიც ამ ბიუსტს შუბლზე აქვს. ეხლა არ ვკითხოთ რატო დავხატე ეს, იმიტომ რომ ისე რაღაც ქვეცნობიერი პროცესი არის. მე რა რომ რეალისტურად გამოიყურება, ეგ არის ყველაზე საინტერესო, როცა შენ რაღაც ძალიან აბსტრაქტულ იმიჯებს და აბსტრაქტულ შენი ქვეცნობიერი სამყაროდან რაღაც აბსტრაქტულ ხედვებს და აძლევ რაღაც რეალისტურ ფორმას, ეს არის ჩემთვის საინტერესო პროცესი. შესაბამისად, აქ არის, ანუ პრაქტიკულად ეს ცოტა ანტიკურიც, ცოტა კლასიკურიც არის, ცოტა თანამედროვეც, ცოტა სიურეალისტურიც, არ ვიცი რა დავარქვა ამ კონკრეტულ ჟანრს. ჩემთვის რაღაცა აბსოლუტურად ახალი იყო და მე მგონი ძალიან საინტერესო. მე მაინტერესებს ეს შენობა, კონკრეტულად რაიმე შენობა არის თუ თქვენი შენობა არ არის, ისევ არის ვენეციის და რაღაც აღმოსავლური თემების სიმბიოზი არის. ჩათვალეთ რომ რაღაცა ჩემ ფანტაზიიდან ამომხტარი პერსონაჟებია და ეს თვითონ ეს პეიზაჟიც ეს კონკრეტული შენობა არის გამოგონილი აბსოლუტურად. ეს არის სრული ფანტაზია არის მთლიანად ყველაფერი და საინტერესო არის იმითი რომ მქონდა მხოლოდ 7 დღე ამის დასახატად, იმიტომ რომ კოლექტიური პროექტი იყო სიურეალისტური და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მქონდა რაღაც გარკვეული დრო და ცოტა ამბიციური იყო თავისი სირთულით, მაგრამ ნუ ერთ კვირაში მაინც მოვახერხე ამის შესრულება. გეგმების დაწყობისთვის არ მქონდა არანაირი დრო და ამიტომ გამოვიდა. ყოველთვის ექსპრომტი, ყოველთვის საინტერესო.